ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველო, ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის. ჯერჯერობით ეს ის პოლიტიკური გაერთიანებებია, რომელთა საქმიანობის საკრძალვას ქართული ოცნება საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს. ჯერჯერობით კი იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს სამომავლოდ აკრძალვას საჭიროებისამებრ სხვა პარტიებზეც გავრცელდეს. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით ამ ნაბიჯით მმართველი პარტია ასრულებს დაპირებას, როგორც თავად ამბობს, 1,120,000 ამომრჩევლის წინაშე. სარჩელის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად ის ასახელებს პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნას. საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება. გაერთიანებისა და საერთო გზების ძიებისკენ სხვა პარტიებს მოუწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ჯერჯერობით ბუნდოვანია რა ფორმით აპირებს თინა ბოկუჩავა ერთობის მიღწევას არსებულ ოპოზიციურ სპექტრში. ბრძოლას ბოლომდე გეგმავს გვარამია მელია ჯაფარიძის პოლიტიკური გაერთიანება. კოალიციაში ცვლილებისთვის არ სჯერათ მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანი გადაწყვეტილების. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბრძვის უკეთესი ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი. და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. აუცილებელია ერთი რამ ვიცოდეთ. არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რასაც რეჟიმმა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გააუქმოს ეროვნული ძალები და მილიონამდე ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ყავდეს პოლიტიკაში სასურველი პოლიტიკური პარტიები. ის რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, ამის მაღალი ალბათობა არ არსებობს, ვინაიდან სრულად რეჟიმი აკონტროლებს. დანარჩენი ორი პოლიტიკური გაერთიანებისგან განსხვავებულად მოხვდა ასაკრძალ პარტიათა სიაში ლელო ძლიერი საქართველო. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით ისინი პატივს სცემენ ამ კოალიციის ამომრჩევლებს, რომლებმაც მუნიციპალურ საკრებულოებში მანდატი ლელოს სულ 59 წევრს მიანიჭეს. მისივე განმარტებით, სარჩელის აღსრულების შემთხვევაში დეპუტატები საქმიანობას დამოუკიდებლად შეძლებენ. ამ ერთგვარი პრივილეგიის მიუხედავად, ლელოს კოალიცია 27 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საპასუხო სარჩელის გამოწვევას არ აპირებს და გეგმავს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას სამართლებრივად უპასუხოს. ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩვენს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით ლელოს და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა გზა,
რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. საკონსტიტუციო სარჩელი არ ეხება პარტიას გახარია საქართველოსთვის. მიზეზს ქართულ ოცნებაში განმარტავენ და ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატების გამოყენებამ ექს-პრემიერის გუნდი ასაკრძალ პოლიტიკურ გაერთიანებების სიას აარიდა. პარტიაში, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობას 1 წლის დაგვიანებით შეუდგა, არ სჯერათ, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას აპირებს. ამავე წელს შექმნით ნაცების გასასამართლებელი კომისია, სადაც ორჯერ დაიბარეთ გიორგი გახარია, მაგრამ არც ერთხელ არ დაგიბარებიათ მერაბიშვილი, სააკაშვილი და რეჟიმის სხვა შემქმნელები. რატომ არ შექმნით ეს კომისია 2014 წელს, ან არ შექმნით 2021 წელს? ამავე კომისიაზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყეთ ჩორჩანასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაცნობ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეთ თუ არა, ეს დღემდე არ ვიცით. ახლა აპირებთ ნაცების აკრძალვას, კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს ნაცებისგან იდევნებოდნენ, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც 2016 წელს ჯერ კიდევ ნაცების შემომწირველები, ან მათი მაჟორიტარული კანდიდატები იყვნენ. ვისი სასამართლოთი აპირებთ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას? გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის სასამართლოთი? თუ ვის უნდა გაუგზავნოთ სარჩელი? ჩინჩალაძეს? ესაა თქვენი 13 წლიანი ნაცებთან ბრძოლის ანატომია. თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს. არსებითი გავლენისა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის პერსპექტივის არ ქონის არგუმენტით ხსნის შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აკრძალვა არ შეეხებათ პარტიებს. დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია და ფედერალისტები. მათი ნაწილი ასაკრძალი კოალიციების წევრია. სარჩელში არის კიდევ ერთი ცვლილება. მაგალითად, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. თუმცა, შალვა პაპუაშვილმა დამატებით განმარტა, რომ პარტიის აკრძალვის შემდეგ დააკვირდებიან მასთან დაკავშირებული პირები, ხომ არ ცდილობენ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვე აქვს. მანამდე კი უცნობია, შედგება თუ არა სარჩელში მოხვედრილი პოლიტიკური სუბიექტების ერთობა საკითხის ირგვლივ, რომელიც მათ საბოლოო აკრძალვას ისახავს მიზნად.